მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. Am საკითხებზე დეტალებში უნდა შევიდეთ ჩემს, იმიტომ რომ თვითონ ქართული ოცნების წარმომადგენლები საკმაოდ როგორც მათ ჩვევიათ, ტყუილს ავრცელებენ ხშირად. ჩვენ გავასაჩირეთ ის ნორმა, რომელიც მათ მიიღეს წელს მაგალითად მაისში და რაც შეეხებოდა ეს ნორმა. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს პარტია და როგორი პარტიის არსებობა არის დაუშვებელი, თუმცა ქართული ოცნება წავიდა უფრო შორს, მოისურვა, რომ ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტია აკრძალოს, როგორც ჩანს და მიიღოს სრულად ანტიკონსტიტუციური ნორმა, რომლის მიხედვითაც ისეთი ტერმინები ჩაწერა კანონში, რაც არის სრულად გაუგონარი, მაგალითად, მიმსგავსებული ან არსებითად იდენტური საქმიანობა და ასე შემდეგ. ასეთ ცნებებს არ იცნობს საქართველოს კონსტიტუცია. ის ამომწურავად ამბობს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტია. სწორედ ეს იყო მათი მიზანი, რომ რაღაც ძალიან ფართო განმარტების სივრცე დაეტოვებინათ და შემდეგ როგორც დასჭირდებოდათ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც ის იყო, რომ გვეჩვენებინა მათ შორის, რა თქმა უნდა, საზოგადოების ერთის მხრივ, რომ ეს არის სრულად ანტიკონსტიტუციური ნორმა, რომელიც მათ მაისში შეიტანეს და დაიწყეს, მათ სხვათაშორის მაისიდან დაიწყეს ამის შესახებ მზადება და მათ შორის საკანონმდებლო ბაზის მომზადება და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, არის გასავლელი მთელი რიგი პროცედურები იმისათვის, რომ მივმართოთ ევროსასამართლოს, მოგეხსენებათ, აქ უნდა იქნეს ამოწურული ყველა შესაძლო მექანიზმი, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ მივმართავთ ევროსასამართლოს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო მაისში იყო და შემდეგ ოქტომბერში დააწიეს. მაისში მიღებულ სასაჩივრად. ჩვენ ეს ნორმები სულად მიგვაჩნია ანტიკონსტიტუციურად და რატომ? მაისში მიღებულზე ვისაუბრე და გითხარით, რომ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და უფრო ვრცელია და უფრო ფართო რაც შეეხება ბოლოს მიღებულ რეგულაციებს, ის საერთოდ პირდაპირ ერთ-ერთი მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და რა კუთხით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს კონკრეტული უფლებამოსილებები, რაც გაწერილია კონსტიტუციაში და ჩამოთვლილია მათ შორის მოგეხსენებათ, იცით, რომ მაგალითად შესაძლოა იყოს კანონი გასაჩივრებული, ან მაგალითად კომპეტენციური დავები და ასე შემდეგ. ერთ-ერთი დავა, რომელიც შეიძლება საკონსტიტუციომ განიხილოს, არის პარტიის კონსტიტუციურობის საკითხი. თუმცა არა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება განიხილოს კონკრეტულ პირს ეკრძალება თუ არა პოლიტიკური საქმიანობა. ესეთი უფლებამოსილება კონსტიტუციას არ მიუნიჭებია სასამართლოს საკონსტიტუციოსთვის. რა თქმა უნდა, ეს ნორმებიც არის ანტიკონსტიტუციური. ჩვენი მიზანი რა იყო და მაგალითად წინაზეც უპასუხე ნინო წილოსანის ნათქვამს, როდესაც მან რაღაც სულად აბსურდი თქვა, რომ თითქოს ჩვენ სხვა პარტიის ნაცვლად შევიტანეთ სარჩელი. არა, ეს არის პირველი ეტაპი სხვათა შორის საკონსტიტუციაში, როდესაც განიხილავენ ისინი ეს, რომ ნამდვილად შესაძლოა შეეხოს მაგალითად ლელო ძლიერ საქართველოს და სამწუხარო, როცა დეპუტატმა არ იცის, რომ ასეთი კანონი აქვს პარლამენტს მიღებული. ეს მართლა სამწუხარო, მეტი არაფერი, რომ არ იცის რა კანონი აქვს მიღებული. ჩვენ ასე ვხედავთ, მაგალითად კვირეების განმავლობაში, ბოლო კვირეების განმავლობაში, მათ შორის ასახელებენ ჩვენს პარტიას, რომ შესაძლოა ასაკრძალთა სიაში მოხდეს. საერთოდ ეს როგორ ნახეთ, წავიკითხე, მოვისმინე მათი კომენტარები, ყოველდღიურად ეს თქო სხვადასხვა ტიპის განმარტებას აკეთებენ. ერთ-ერთი ბოლო რაც იყო, ეს იყო შარმანაშვილის კომენტარი, რომელიც საუბრობს, რომ პერსონალიზებული იქნება, ანუ საჩივარში იქნება პერსონების ჩამონათვალი. აი ეს როგორ ხედავთ, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს იქნება, თქვათ, პარტიაც იქნება პლუს პერსონები, სინქრონიზებული, თუ მხოლოდ პერსონები და შემდეგ ამის მიხედვით პარტიების ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგება დღის წესრიგში. აი, რა შეიძლება შევიდეს ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში? ძველი საბჭოთა ტრადიციების სრული დაცვით, ალბათ ეს იქნება ხალხის მტრების სია, როგორც ესე აკეთებდნენ კომუნისტები და პრინციპში მათი იდეური გამგრძელებლები ყავს დღეს ხელისუფლებაში სამწუხაროდ რაღაც მსგავსველოდებთ. სამართლებრივად რაც შეეხება, როგორი უნდა იყოს, კანონში გაწერეს შემდეგნაირად, რომ ერთის მხრივ პარტია შეიძლება აიკრძალოს და მეორეს მხრივ მაგალითად ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული, მათ შორის არაწევრი. აი მაგალითად შეიძლება მოწვეული პერსონები არაწევრის იქნება? მათ შორის შეუძლიათ. მაგალითად სიტყვაზე თუ გადაწყვეტენ, რომ თქვენთვის რო არ იყოს უხერხული, თუ გინდათ სხვა პარტიაზე ვილაპარაკოთ, ან თქვათ გადაწყვიტეს, რომ თორნიკე ართმელაძე არ უნდა იყოს რაღაც მთელი რიგი საფუძვლები მოუძებნონ, არ უნდა იყოს ლელოს წევრი. ისინი შეიტანენ ლელოს აგრძელვის თხოვნას პლუს თორნიკე ართმელაძის ჩანაწერით, თუ
მხოლოდ თორნიკე ართმელაძეს თუ მხოლოდ ლელოს? მთელი აბსურდიც ეს არის, რომ თეორიულად მათ შეუძლიათ, რომ სხვა პარტიასთან, ანუ პირი, რომელიც არასდროს არ ყოფილა X პარტიის წევრი, რომელიც აიკრძალება, უბრალოდ რაღაც დაკავშირებული იყო ასეთ პარტიასთან, შეიძლება მასაც აიკრძალოს, თან მთელი ცხოვრება, ეს არ არის რაღაცა 1 წლით და 2 წლით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა, ხო, მთელი ცხოვრება ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. სწორედ აი ზუსტად თქვენ მიაგენით ასე ვთქვათ, იმ ერთ-ერთ მთავარ პრობლემასაც, რაც ამ ნორმებს აქვს, ეს არის სრული აბსურდი და ფართო განმარტების საშუალებას იძლევა. თქვენ ახლა პარტიის წევრი ხართ, მაგრამ შეიძლება მაგალითად თქვენი პრესსამსახური ვინმე პრესა, რომელიც უშუალოდ ან მრჩეველი, რომელიც უშუალოდ პარტიის წევრი არ არის, მაგრამ დაკავშირებულ პირად ჩაითვალოს. შეიძლება. აი ესეთი ფაქტო. ამის შედეგად პარტია უნდა გაუქმდეს და ვის რჩება პოლიტიკაში ყოფნის უფლება, ვინც ამ პერსონალურ ჩამონათვალში არ არის, იმიტომ ძალიან ბევრი გუნდებანება აქვს. პერსონალურ ჩამონათვალში მყოფ ადამიანს არათუ ეკრძალება შემდეგ სხვა პარტიის დაფუძნება, არამედ თუ სხვა პარტია ასეთ ადამიანთან დაიჭერს საქმეს, მას დაეკისრება სისხლისამართლებლური პასუხისმგებლობა პარტიას უკვე. ასევე თუ თქვა საარჩევნო სიაში მოხვდება, ესეთი პარტია მოიხსნება საარჩევნო რეგისტრაციიდან ნებისმიერ დონეზე და მაგალითად შემოწირულობის გაკეთება არ შეიძლება და მათ შორის კიდევ უფრო ძალიან მძიმე რამაც წერია სხვათა შორის ამ კანონში, რომ ასეთ ადამიანებს აეკრძალებათ კონსტიტუციური თანამდებობის დაკავება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ანუ სრული განკვეთა, აი ტყუილად არ ვთქვი, რომ ხალხის მტრების სიას ადგენს ალბათ ქართული ოცნება ძველი საბჭოთა ტრადიციების სრული დაცვით, იმიტომ რომ ეს რეპრესიები, რასაც ვხედავთ, ხო ეს ახალი არ არის სამწუხარო და გვინახავს წარსულში. მართალია უფრო მძიმედ ხდებოდა მასში შედეგები, მაგრამ რეპრესიები, თქვა ის თავარი მოდელი რაც ქონდა საბჭოთა ხელისუფლებას, ეს აქვს სრულად გადმოტანილი ქართულ ოცნებას და მათ ტრადიციებს სამწუხაროდ აგრძელებს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება აი სარჩელთან დაკავშირებითაც, ასევე მინდა კიდე 1-2 სიტყვა ვთქვა, იმიტომ რომ ეს არის სერიოზული პრობლემა. აი მაგალითად თქვენ ახსენეთ შარმანაშვილი. და აი ეს ადამიანი იქნება ხელმომწერი სარჩელისა, რომლითაც შეიძლება მე ავიკრძალო პერსონალურად. უბრალოდ აქ თავარი არ ვიცი ეს კომიკური როგორ არის, ბატონი შარმანაშვილი 2011 წელს დანიშნა მიხეილ სააკაშვილმა ელჩად და მე სკოლა დავამთავრე. და მან შეიძლება ამკრძალოს მე ნაცმოძრაობასთან კავშირის გამო. აი ეს არის აბსურდი. ესეთი ადამიანები შემიძლია ჩამოთვალოთ, ნამდვილად არ გვეყოფა ჩვენი საეთერო დრო იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ მაღალ თანამდებობებზე. აი მათ შორის დღეს იყო ანზორ ბოლქვაძე გამოსული, რომ შეიტანენ სარჩელსო და ბატონი ანზორ ბოლქვაძე 2008 და 2012 წლებში ნაცმოძრაობის წევრი იყო. აქ გრძალავთ თუ პარტიას აგრძალავთ და თქვენ თქვათ სხვა ფორმატში შეგეძლებათ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება? პარტიული საქმიანობის გაგრძელება აიკრძალება ამ ადამიანებს თუ ეს ნორმები დარჩა ძალაში და თუ რა თქმა უნდა საკონსტიტუციო სასამართლო ბოლომდე მოაწერს ხელს ამ ანტიკონსტიტუციურ ერთის მხრივ კანონს და მეორეს მხრივ სარჩელს, რომლის შეტანასაც პერსონალურ დონეზე დავის შესაძლებლობა დაუშვეს. ანუ პერსონალურ დონეზე შეუძლიათ იდავონო, ამას როგორ ხედავ? პერსონალურ დონეზე ახლა ამ წუთას როგორ არის? ნახეთ, ზოგადად რა არის პარტიის აკრძალვის საფუძველი და კონსტიტუციაში ეს ნამდვილად კარგად წერია, რომ ეს არის ძალადობისკენ მიდის ეთნიკური, რელიგიურ შუხს თუ აღვევს, რა თქმა უნდა, ასეთი პარტია უნდა აიკრძალოს. ამაზე კი არ არის საუბარი, ესეც მინდოდა გამიმართა, რომ თითქოს აქ სხვადასხვა ქართული ოცნების წარმომადგენლები ამასაც იტყუებოდნენ, რომ ამ ჩანაწერთან გვაქვს თითქოს პრობლემა. არა, ჩვენ ამ ჩანაწერთან არ გვაქვს პრობლემა. აი მაგალითად, ნებისმიერი პირი, რომელიც გარკვეულ თქვა შუღლს აღვივებს, ხომ? ეს პარტიული საქმიანობის აკრძალვის საფუძველი კი არ არის. ეს არის მისი სისხლისამართლებლური დევნის საფუძველი. ანუ ეს ცალკე დანაშაულია. აი მაგალითად არ შეიძლება საკონსტიტუციო განსაჯოს ამ ადამიანმა ჩაიდინა თუ არა კონკრეტული ქმედება, იმიტომ რომ ის სხვა სასამართლოს განსჯადია, სხვა პროცედურით თუ ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს. ამასაც რო თავი დავანებოთ, კოლექტიური პასუხისმგებლობა არ არსებობს, ხო? შესაძლოა ერთი ადამიანი თქვა ჩადიოდეს რაღაც ქმედებას, მაგრამ ამის გამო მეორე დავსაჯოთ, ესეც კიდევ ერთხელ განმეორდება მესამედ გვენ რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ არ ქონია და ამასაც გვიბრუნებენ სამწუხაროდ. თუმცა საბოლოო ჯამში უნდა გვესმოდეს თუ რისკენ არის ეს გადადგმული, ხომ? უნდა მოისპოს ამ ქვეყანაში დემოკრატია ბოლომდე. იმიტომ რომ ნებისმიერ დემოკრატიული რაღაც მოძრაობა ამ ქვეყანაში არის საფრთხე ესეთი რეჟიმებისთვის და მიდიან აქეთკენ. აი თქვენს მიმართ ტელევიზიების მიმართ ხო ხედავთ წლებია როგორ თავდასხმები არასამთავრობოების მიმართ, პოლიტიკური პარტიების მიმართ. ესეც არის ერთ-ერთი ნაბიჯი აქეთკენ. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ ერთის მხრივ კიდევ ერთხელ ვთქვი, საზოგადოებისთვის დაგვენახებინა თუ რას ჩადიან ესენი, მეორეს მხრივ რა თქმა უნდა საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა მოუწოდოთ უფრო აქტიური მოქმედებისაგან, იმიტომ რომ კვდება ამ ქვეყანაში დემოკრატია, ბოლო ნაწილები კვდება.
და თუ დროზე არ გამოფხიზლდებით ყველა მეც თქვენც ფიგურალურად და ნებისმიერი ამ ქვეყნის მოქალაქე ძალიან მძიმე შედეგებამდე მივალთ და ეს არ ეხება მხოლოდ პარტიების აკრძალვას და რაღაც ზოგ შეიძლება არც ადარდებდეს ფიქრობდეს, მაგრამ ამ ქვეყანაში შესაძაც ჩაქრება ბოლო თავისუფალი მედია, აღარ იქნება პოლიტიკური პარტია და აღარც არასამთავრობო ორგანიზაცია, სრული დიქტატურა გვექნება და აი ეს დიქტატურაში ვერავინ ვერ იგრძნობს თავს კარგად და ამის ნათელი მაგალითია ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ რაც ხდება ბოლო რათვიანი ვადა აქვს და საარჩევნო პერიოდში 14 დღიანი, ხომ ამ პროცედურების 9 და 14 კი, ესეც არის ერთ-ერთი გასაჩივრების. ეხლა შეიძლება თუ არა, ფიქრობ თუ არა, რომ ამ სარჩელს მალე შეიძლება დააწიოს ქართულმა ოცნებამ ვადამდელი არჩევნების თემაც. ეს არ არის მოულოდნელი, რომ ქართულმა ოცნებამ ეს გააკეთოს. ჩვენ ამაზე სხვათა შორის ხშირად ვსაუბრობდით, რომ გაზაფხულზე ჩანიშნოს მომისმენია თქვენი გუნდის მხრიდან. კი, ისინი ეძებენ საუკეთეს დროს, მათთვის საუკეთესო დროს. მათ ხო არ ადარდებთ ამ ქვეყნის მომავალი და დემოკრატიული წინსვლა. მათ ადარდებთ ის, რომ რაც შეიძლება მოსუფთავებულ ველზე ჩაატარონ არჩევნები და გეგმავენ, რომ აი ასეთი არჩევნების ფონზე ისინი მიიღებენ ლეგიტიმაციას, რომელიც არ აქვთ სამწუხაროდ მათთვის დღეისათვის, ხო? ხედავთ, რომ მათ არავინ არ ესაუბრება პრაქტიკულად უცხოეთიდან. შესაძლოა მათ ეს გეგმა ჰქონდეთ, იმიტომ რომ აქეთკენ ხედავთ ჩემი აზრით გარკვეულ ნაბიჯებს, რომ ისინი შესაძლოა ემზადებოდნენ ვადამდელი არჩევნებისთვის. ამისათვის თავარია ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ასე დროს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად მზადყოფნაში, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არასდროს კარგი არჩევნები ჩვენ არ გვექნება. უნდა ვიყოთ ნებისმიერ დღეს სრულ მობილიზებაში, რომ თუ ესეთი არჩევნები იქნება, ჩვენ ამისთვის ვიყოთ მზად. დიდი მადლობა. მადლობა თორნიკე ართმელაძე იყო ჩვენი სტუმარი. მე მაყურებელს ხვალამდე დავამშვიდობები, ნახვამდის.